გველოდება სამწუხაროდ დიდ თოვლობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1985 წლის შემდეგ დასავლეთ საქართველოში ასეთი უხვინალექი თოვლის სახით არ მოსულა. რა არის ამის მიზეზი და უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ მომდევნო დღეების განმავლობაში ძლიერ თოვლას. დაპირებული ჩართვის დროა ახლა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკვლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა გვერდება პირდაპირ ეთერში. დილამშვიდობისა ქალბატონ დოდო, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და გვერდდებით პირდაპირ ეთერში. ქალბატონ დოდო, ბოლო პერიოდია თითქმის თოვს ქვეყანაში თოვს და თოვლმა მართლაც საკმაოდ დიდი პრობლემა შეუქმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. გაგრძელდება თუ არა თოვა და სად უნდა ველოდოთ უხვინალექს მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს რომელ რეგიონში? დიახ, თოვა უკვე გუშინ შეწყდა, გრძელდებოდა დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში, გამოიდარა წუხელ გაძლიერდა ცალკეულ რაიონებში ყინვები, დაბლობ რაიონებში 7-6 გრადუსამდე, მთიან რაიონებში დასავლეთ საქართველოს ეხება 10-12 გრადუსი და მაღალმთიან რაიონებში -17 გრადუსი ფიქსირდებოდა წუხელ. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, აქ 5-დან -10 გრადუსამდე იყო ყინვა, მთიან რაიონებში -10-დან -15-მდე და მაღალმთიან რაიონებში -19-იც კი იყო ბაკურიაში. რაც შეეხება მარტი იწყება არამდგრადი ამინდებით. ყინვები შენარჩუნდება პირველ 3 მარტის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მაღალი ყინვა იქნება. ამასთან ერთად პირველში მოსალოდნელია კახეთის რეგიონში თოვა, მაგრამ ეს არ არის ძალიან ძლიერი, რომ რამე შეფერხებები გამოიწვიოს. და მცირე ნალექი მთაში თოვლის სახით არის მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში 1 მარტს. ორჯი კვლავ გამოიდარეს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება მთელ საქართველოში და უკვე სამში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მცირე ნაწილი ცივი და ნოტიო ჰაერისა უახლოვდება დასავლეთ საქართველოს, ამიტომ 3-4 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია იყოს ეს წვიმის სახით, დაბლობ რაიონებში თოვჭყაპი და მთაში მაღალმთიან რაიონებში თოვლი. ითოვებს აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში, ეს არის სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-თიანეთი. ზოგან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. თუ კიდე წინ წავალთ, ეს არის მოკლეხნიანი, რაღაცნაირად 5-ში გამოიდარეს, მაგრამ 6-ში უკვე ცოტა უფრო ცივი ჰაერის მასების შემოჭრა იწყება დასავლეთ საქართველოში. ამიტომ შესაძლებელია 7 მარტს წვიმა სანაპირო რაიონებში თოვჭყაპში გადავიდეს, გათოვდეს დაბლობ რაიონებში და შესაბამისად მთიან და მაღალმთიან რაიონებში ყველგან ითოვებს აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში, სამცხე-ჯავახეთში და ქართლი, მცხეთა-თიანეთში დრო გამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქშიც და ესეთი ამინდი შენარჩუნდება ნალექიანი 9 მარტის ღამის საათების ჩათვლით. 10 მარტს შედარებით გამოიდარებს. დიდი მადლობა ქალბატონო დოდო. 1985 წლის შემდეგ, როგორც ცნობილია, ასეთი უხვინალექი ხანგრძლივად დასავლეთ საქართველოში არ ყოფილა. ხო ვერ გვეტყვით რა არის ამის მიზეზი? არა, იცით რა არის? 1985 წელი ჩვენ იმიტომ მიუთითეთ, რომ ხანგრძლივი ის იყო, თოვა იყო ლანჩხუთში, ჩოხატაუში, სანაპირო რაიონებში 10-დან 15 დღის განმავლობაში მიდიოდა თოვა და თან იყო 1985 წელი ძალიან ცივი სუბტროპიკული რაიონებისთვის. ლანჩხუთში დაფიქსირდა -11, რასაც ვერ ვეტყვით ხანდელ ღამეზე, აქ იყო -7 გრადუსი. ბათუმში იყო -10 და ეს 85 წელს გეუბნებით და ქობულეთში -13-იც. ძირითადი განპირობებელი ამ ასეთი შემოჭრებისა დაკავშირებულია არქტიკულ ცივი ჰაერის მასებთან. ეს ჩამოყალიბდა 19 თებერვლის დღის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ჩრდილო რაიონებში, გაჩერებული იყო ძალიან დიდხანს და
მისი ცივი ჰაერის ნაწილი ვრცელდებოდა შავი ზღვის ეკვატორიალში, სადაც ის იტვირთებოდა შედარებით თბილი და ნოტიო ჰაერის მასებით და უკვე სანაპიროზე, კოლხეთის დაბლობზე გადმოსვლის დროს უფრო აქტიურდებოდა, რადგანაც იყო მძიმე, ნაკლებად მოძრავი და უშლიდა მთები, რომ გასულიყო ეს ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, ამიტომ უფრო მეტი ნალექი მიიღო პირველ დღეებში, ეს 20-21 რიცხვი არის აჭარა გურიის რეგიონმა და უკვე დამთავრების დროს 25-26-ში ამ თითქოს იცლებოდა ეს ღრუბლიანობა და ნალექიანობა კახე ლანჩხუთსა და აჭარის ტერიტორიაზე და უკვე გადმოვიდა იმერეთის ტერიტორიაზეც აღინიშნა ძლიერი თოვა ზესტაფონში ერთი ღამის განმავლობაში უკვე თოვლის საფარის სიმაღლე 70 სანტიმეტრს მიაღწია და შესაბამისად მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც მომატებული იყო თოვლის საფარი. ქალბატონო, დედაქალაქსაც მინდა გკითხოთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში წერია, რომ 1 მარტს მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება. ელოდება თუ არა დედაქალაქს მომდევნო დღეების განმავლობაში ყინვები და როგორ დაიწყება გაზაფხული თბილისისთვის? ესე იგი, მარტის პირველი ნაწილი იქნება დაახლოებით 8-9 მარტამდე შემიძლია მე ვისაუბრო ამაზე, რომ მაინც ღამის საათებში მოსალოდნელია დედაქალაქშიც უარყოფითი ტემპერატურა დაახლოებით -3, -5 გრადუსი განსაკუთრებით 2-3 მარტის ღამის საათებში და აგრეთვე ყინვა შენარჩუნდება, შიდა ქართლში უფრო გაძლიერდება, წუხანდელთან შედარებით შესაძლებელი აქვს -8-დან -10 გრადუსაც მიაღწიოს. არანაკლები იქნება ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონშიც. ქალბატონო დოდო, გზებზე უნდა გკითხოთ აუცილებლად იქნება თუ არა ლიპყინული გზებზე და რიკოთის უღელტეხილზე თუ იქნება დიდ თოვლობა და რას უნდა ელოდონ მძღოლები მანქანებს ვინც მართავს? დიახ, მე რამდენიმე რიცხვი მიუთითე, პირველი 3-4 ამ რიცხვებში შედარებით სუსტი თოვა ამ მითითებულ გზებზე მოსალოდნელი და უფრო ინტენსიური თოვა მოსალოდნელი 6, 7 და 8 მარტს. დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის, დაგემშვიდობებით. მარტში უნდა ველოდოთ ნამდვილად სიცივეებს, ყინვებსაც, თუმცა ღამის საათებში კი ბატონო, თუმცა მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იმედია რომ გამოიდარებს იმედია ტემპერატურა მოიმატებს, კი ბატონო. დიდი მადლობა და გაზაფხულის ამინდებით დადგება და ნამდვილი გაზაფხულის უკვე მარტის შუა რიცხვებიდან შემოაბიჯებს, იმიტომ რომ აი ზამთარი ფაქტობრივად გონია რომ ახლა დადგა, რადგან მთელი დეკემბერი და იანვარი იყო საკმაოდ თბილი. კი ბატონო.